მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს. უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერდით ჩემი რხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. გეტყვით, რომ პირად დიაგნოსტიკაზე უნდა მომწეროთ პირად შეწყობინებაში მითითებულ ნომერზე და რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მოდით გავაკეთოთ დღეს რა სიტუაცია გაქვთ ზოგადად თქვენი სიტუაცია, თქვენი მდგომარეობა და ნახოთ როგორ შეიცვლება ის უკეთესობისკენ, ხო? რა თქმა უნდა. ნახოთ სამყარო როგორ ხედავს ახლა ამ ეტაპზე თქვენს ცხოვრებას, თქვენს სიტუაციას, რა არის ეს, რაზეა საუბარი და მერე რა თქმა უნდა ვნახოთ როგორ შეიცვლება ეს ყოველივე თქვენ და სასიკეთოდ. ვინ ხართ თქვენ, რა ხდება თქვენთან? აქ რაღაც იმედგაცრუებები გაქვთ. თითქოს როგორი მომენტი არის შესაძლებელია უბრალოდ იმედგაცრუებები არ იყოს და იყოს ის მდგომარეობა, როდესაც უბრალოდ ადამიანი ნახეთ წარსულს უფრო წარსულში იქექება, ხო, ესე რომ ვთქვათ, რაღაც გადაფასება, გადაანალიზება დაალაგებისთვის. ეს არის ხუთიან თასები. ხუთიან თასების არკანში ძალიან ისეთი მომენტია, ხო, ანუ 300 არის წაქცეული, 200 დგას და როგორი მომენტია ესეთ აი ჩვენ იმას რაც სავსეა და იმას რაც შეგვიძლია, რითიც უნდა დავტკბეთ, რითიც უნდა რაც უნდა დავინახოთ, თითქოს არ ვერ ვხედავთ და ვიყურებით სადღაც უკან, სადაც შეიძლება არც თუ ისე სასიამოვნო სიტუაცია იყო, ხო, რაღაცა გულის ტკივილი იყო, რაღაცა გაურკვევლობა იყო, ხო, ეს არის ესეთი რაღაცა ესეთი ემოციური მდგომარეობა. ხუთიან პენტაკლები. სიტუაცია, როდესაც, აქ შესაძლებელია იყოს რაღაც მატერიალური მომენტი, როდესაც, გვაქვს რაღაც ჩიხში ვართ შესულები, პრობლემები გვაქვს, ხო? სიტუაციებს რაღაცნაირად ვალდებულებები გვაქვს და ანუ ამას ვეღარ ვართმევთ თავს, ხო? სიტუაცია როგორი მომენტია, ისეთ ვინ ხართ და რა სიტუაცია გაქვთ? აი ამ წუთას თითქოს აი ნახეთ ორი ხუთიანით დაიწყო. ორივე ესეთი მომენტია, ხო, რაღაცა ერთი წარსულია, მეორე რაღაც გაურკვევლობებია, ნერვიულობა არის, შფოთია. აქ არის ისეთი მომენტი, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში, შესაძლებელია რაღაცა გარკვეული, ცოტა ისეთი სტრესული პერიოდი დადგა და შესაძლებელია ერთის მხრივ რომ უბრალოდ უკან გადავხედეთ სიტუაციებს, რატო, ხო, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და თქვათ შესაძლებელია რაღაცა ეკნაირი სცენარი არის, ხო? აქ უფრო მე როგორც ხედავ მატერიალური მდგომარეობა შეიძლება იყოს უბრალოდ სამსახური დაკარგა ვიღაცამ, რაღაცა ისეთი მომენტია, თუმცა ხა შესაძლებელია რაღაც ისეთი მომენტიც იყოს, ხო, მარტო სამ ფინანსებზე და სამსახურზე არ არის აქ სიტუაცია. ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით მე ხედავთ, რომ ძალიან ბევრს შრომობთ, ძალიან ბევრს წვალთ. ერთის მხრივ შეიძლება ეს მომენტიც სამი პენტაკლები იყოს ის მდგომარეობა, როდესაც ნახეთ დავიწყეთ წარსულის გადახებით, ხო? წარსულის გადახება, როდესაც ხდება, ხო, ეს არის საკუთარ თავზე მუშაობა, ხო, თვით განვითარებაზე მუშაობა, საკუთარი შეცდომების დამუშავება, საკუთარ ქვეცნობიერში ჩახედვა, ხო, ანუ სად მივდიოდი და სად აღმოჩნდი, ხო, რა გეგმები მქონდა და რა სიტუაცია მაქვს ეხლა. აი აქ რაღაც ეს მომენტი არის. რა ხდება? ხუთიან ხმალი, არ ვიცი, ეს არის რაღაცა ცოტა ისეთი კონფლიქტურ სიტუაციაში ხართ, ბრძოლის სიტუაციაში ხართ, ხო, ხა ვიღაცა შეიძლება ითქვას ეს იყოს ვიღაცისთვის პირადი, ვიღაცისთვის მატერიალური, ვიღაცისთვის რაღაცა საბუთებთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით თქვენი ცხოვრება ცოტა ისეთი ესე რომ ვთქვათ, ძალიან ისეთი თაფლით ნამდვილად არ არის, ხო, იმიტომ რომ აქ აშკარად არის ნერვიულობაც, არის პრობლემებიც, არის წარსულზე ფიქრიც, არის რაღაცა გაურკვევლობები, ხო? როგორ ვხედავთ, მაგრამ ერთი რაც ძალიან საინტერესოა და ძალიან კარგია,
როგორ ხედავთ სამყარო, აქ არის ის მომენტი, როდესაც ნახეთ, მიუხედავად იმ პრობლემებისა, მიუხედავად იმ გაურკვევლობებისა, რაც თქვენს ცხოვრებაში დღეს არის, თქვენ მაინც ცდილობთ, რომ თავი ხელში აიყვანოთ, ხო? მაინც ცდილობთ, რომ ყველაფერს თავი გაართვათ. მაინც ცდილობთ, რომ რაღაც შეიძლება კი გაჩერდა სიტუაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა. კი ბატონო, არის რომ სულაც გნობ თავს, არის რომ რაღაცა ემოციურად არ ვარ სტაბილურად, რაღაც მომიწია პრობლემებთან ისე შეჯახება და ნუ აი სხვა გზა არ მაქვს, მაგრამ ნახეთ ერთადერთი ზოგადად ყველაზე კარგია ხოლმე პრობლემების მოგვარება იწყება მაშინ, როდესაც ამ პრობლემას ხედავთ და ვაღიარებთ. თუ პრობლემას ვცდილობთ რომ ხედავთ, მაგრამ თუნდაც არ ვაღიაროთ, ან უბრალოდ არ გვინდა რომ დავინახოთ და ან ბოდიშით, მაგრამ სირაქლემას პოზიციას ვიყენებთ და მეც მქონია ხშირად მსგავსი მომენტი, რომ უბრალოდ ვიცი რომ არის პრობლემა, მაგრამ ნუ ხუჭავ თვალს, ვცდილობ არ მივაქცე ყურადღება, მაგრამ როდესაც მიაქცევ ყურადღებას, ხო, მაშინ უკვე მარტივია იპოვო გზები, როგორ მოაგვარო და როგორ გამოხვიდე ამ სიტუაციიდან. ერთადერთი ეს არის რაღაცა მომენტი, შეიძლება ითქვას ის, რომ თქვენ არ ხართ ის ადამიანი, რომელიც მიუხედავად რაღაცა ემოციური პრობლემებისა, ესე ფარხმალი დაყაროთ უცბად და გაიქცეთ ბრძოლის ველიდან. კი, რაღაცა მომენტი შეიძლება გაჩერდეთ, შეიძლება გაურკვევლობაში იყოთ, შეიძლება თავი ვერ იგრძნოთ კარგად და უმოქმედობის პერიოდი დაგეწყოთ, მაგრამ ეს უმოქმედობის პერიოდი არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ რაღაცა ჩვენს ცხოვრებაში სრულდება და მთავრდება, ხო? აქ რაღაცა ძალიან სამართლიანი შეიძლება ვიღაცისთვის რაღაც ისეთი კარმული პერიოდიც არის, ხო, როდესაც რაღაცებმა ჩაიხუროს. ნუ შეიძლება სამართლებრივი კუთხითაც გქონდეთ პრობლემები აქ და რაღაცა საბუთებს აგვარებდეთ რაღაცა სიტუაციას, ვიღაცისთვის გაყრა იყოს, ვიღაცისთვის პირიქით რაღაც ესეთი თქვათ ქონებრივი დავები იყოს. ნუ ყოველ შემთხვევაში ეხლა ამ ეტაპზე საკმაოდ ესეთი გარდამტეხი, ნახეთ, მოდით ესე ვთქვათ, ეს პერიოდი ეხლა როგორც ხედავთ სამყაროს, არის თქვენთვის გარდამტეხი პერიოდი. გარდამტეხი პერიოდი, როდესაც, ნუ შეიძლება ვიღაცისთვის ხო გქონებით, ან ვიღაცამ პირადის მდგომარეობა დაალაგოს, ვიღაცამ ვთქვათ ფინანსური სიტუაციები დაალაგოს. აი ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა თქვენთან. ნახეთ, ჩავიხედე, ვიპოვე პრობლემა, დავიწყე აღიარება, ავაღიარე ეს ჩემი პრობლემა და დავიწყე მუშაობა, როგორ გამოვასწორო. მართალია, მარტივი ნამდვილად არ არის და ესე უცბად და გაჩერებულია სიტუაცია თქვენთვის, მაგრამ ნუ სამაგიეროდ თქვენ მაინც გაქვთ იმისი რესურსი, რომ გაუმკლავდეთ ამ ყველაფერს. მოდით ნახოთ, როგორ შეიძლება უახლოესი პერიოდი თქვენ ცხოვრება, როგორ შეიძლება. ეცით როგორი მომენტია, როგორ შეიძლება თქვენი ცხოვრება და მე გეტყვით იმას, რომ აქ რაღაცა შესაძლებელია თქვენი მიზნებისკენ, ნახეთ, გამოსწორება დაიწყოს, ხო? გამოსწორება დაიწყოს, იმიტომ რომ აქ განახლებას იწყებთ. როგორ შეიძლება თქვენი ცხოვრება, მე ესე ვიტყოდი, რომ აქ რაღაცა მომენტში ადამიანი ცოტა ჩამოვა, ასე ვთქვათ, სიდან მიწაზე, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც გვაქვს ხოლმე ადამიანებს სამწუხაროდ ჩვენ და რომ რაღაცა ცოტა რომ დავასტაბილუროთ, თუ რაღაც ისეთი მომენტში რომ შევდივართ, მე გვეკარგება ხოლმე ეს რაღაც მიწა ფეხქვეშ და განსაკუთრებით თუ სასიყვარულო ურთიერთობებში ვართ, ან თუნდაც სამსახურებრივად მატერიალურად რაღაცა წინ წავალთ, რაღაცნაირად თითქოს რაც მეტი აქვს ხელფასი ადამიანს, ვალდებულებებიც მეტი უჩნდება, იმიტომ რომ უკვე ფიქრობს, რომ აი ხა მე მაქვს საშუალება და
შეიძლება იმაზე მეტს აკეთებს და იმაზე მეტს იღებს მე ვალდებულებას, ვიდრე უნდა აიღოს. და შესაბამისად ეგაც არის პრობლემა, ხო, ძალიან დიდი, რომელსაც ბოლოს მივყავართ ჩიხამდე. აქ განახლებას დაიწყებთ, თავიდან დაიწყებთ, მე ესე ვიტყოდი, რომ იყვენ დავხურავ სიტუაციას, ჩავეძიები ბოლომდე, იმიტომ რომ აქ როგორი მომენტიცით, იმდენად ისეთ მდგომარეობა გაქვთ ახლა, რომ იმდენად ჩაეძიებით ყველაფერს ბოლომდე, რა არის ხელისშემშლელი ფაქტორები. შესაძლებელია ვიღაცისთვის იყოს ვთქვათ რაღაცა ვიღაცის თვალიც, ხო, ვთქვათ, ყველაფერს არის ესეთი შემთხვევები, როცა ადამიანი ყველაფერს აკეთებს სწორად, მაგრამ ვერაფერიც ვერ გამოდის, ხო? აქ არის უკვე ის მომენტი, რომ ვიღაცამ რაღაცა არასწორად უსურვა, ვიღაცის თვალია, ვიღაცის მდგომარეობა. როგორ შეიძლება თქვენი სიტუაცია და ნახეთ, მე აქ ვიტყვი, რომ მე მგონი თქვენ უფრო თვითგანვითარების სტადიაზე ხართ და ნახეთ ძალიან ისეთი ცვლილებების გამარჯობათ ვისწავლეთ არას თქმა, აი რაღაც ეს მომენტი მომდის, ხო? არა თუ არ მინდა რაღაცის გაკეთება, ჩემთვის უკვე არ არის. პრინციპებს ვიცავ, რაღაცა ჩემს სურვილებს ვიცავ, ჩემს ნაბიჯებს ვიცავ, როგორი რაღაცა იცით, ჩემს საზღვრებს ვიცავ, ხო? არ მაინტერესებს, კი ბატონო, გასაგებია, შენც ანუ მეგობრობაც ვიცი, პარტნიორობაც ვიცი, თქვათ დედაშვილობაც ვიცი, თუ მამაშვილობაც, ხო, ანუ არ აქვს მნიშვნელობა, ყველაფერი ვიცი, მაგრამ მე მჭირდება ჩემი პირადი სივრცე, მე მჭირდება ჩემი პირადი რაღაცა მდგომარეობები და რაღაცას უნდა დავიცვა. თუნდაც ნახეთ რა მომენტი არის. აი აქამდე თუ ისეთი მომენტი იყო თქვენთვის რაღაცა თქვათ საბუთებთან დაკავშირებით, აი მაგალითად სახლის გაფორმება მინდა, ხო? რაღაც მინდა, მაგრამ მინდა არის უბრალოდ მინდა და არ ვაკეთებ არაფერს, მაგრამ დავიწყე, რახან დავიწყე ბოლომდე უნდა მივიყვანო. ნახეთ, აი აქ ეს მომენტი არის. დავიწყე და ბოლომდე უნდა მივიდე. და ცვლილება ძალიან კარგია მაგ მხრივ, რომ თქვენ ნახეთ რა ცვლილებები შემოვა. დაინახავთ გამოსავალს სხვადასხვა სიტუაციიდან, დაინახავთ გამოსავალს და აბსოლუტურად რადიკალურად სხვანაირად დაუწყებთ თქვენს თუნდაც თქვენს სურვილების ასრულების რაღაცა ნაბიჯებს, ხო? ანუ პატარ-პატარა ნაბიჯებით, ხო, რაღაცა ერთიანად აღარ მოგინდებათ, ვთქვათ, გაკეთება, მოდი ნელა-ნელა მივყვები ამ ყველაფერს. ვიღაცისთვის რაღაცა მომენტში, თუნდაც პარტნიორულ ურთიერთობაში რაღაცა დაბალანსება, რომ მე თუ ვდებ ენერგია შენც უნდა ჩადო, ხო? აი აქ რაღაცნაირად მე ესე ვხედავ, რომ თქვენ სწავლობთ ეხლა ჯერ მე მგონი ესეც სწავლობთ საკუთარ თავს და აი ამ საკუთარ თავს თავის გაუმჯობესებულ ვერსიას მიიღებთ სულ მალე, ესე ვიტყოდი. როგორ შეიძლება თქვენი სიტუაცია? ნახეთ, თქვენი სიტუაცია როგორ შეიძლება და მე გეტყვით იმას, რომ თქვენ მიდიხართ გამარჯვებისკენ. როგორ შეიძლება? რაც მთავარია. აქ ყველაფრის აბსოლუტურად რადიკალურად სხვანაირ ხედვას დაინახავთ, ხო? ხა ბევრჯერ მაქვს ხოლმე ნათქვამი, დაკიდებული კაცის არკანი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ თავდაყირა რომ დადგე ძალიან ბევრს სამყაროს აბსოლუტურად სხვანაირად ხედავ. შესაბამისად, სამყაროს აბსოლუტურად სხვა თვალით დაგანახავთ. შეიძლება ითქვას, რომ სამყარომ დაგანახოთ ის შესაძლებლობები, ნახეთ, როდესაც აქ ვიწყებ ხუთიან თასებით, როდესაც წარსულში ვიხედავთ, აქ ვერ ვხედავ ჩემს შესაძლებლობებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. აი აქ ზუსტად მაგ შესაძლებლობებს მანახებს სამყარო, ხო? ანუ იმდენად მიჩვენებს, ხო? თუნდაც იმ ადამიანები, ვინც უნდა ჩაიხსნას, რომელიც უბრალოდ არის მასა. ხო, არიან კატეგორია ადამიანს, რომელსაც არიან მეგობრები და არის ადამიანები, რომელსაც არის მასა. უბრალოდ ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ არიან. და აი ეს მომენტი, ნახეთ, დაგანახებთ სამყარო თქვენ იმ შესაძლებლობებს, რა შესაძლებლობებიც გაქვთ. ვიღაცისთვის შესაძლებელია აბსოლუტურად რადიკალურად შეცვალოს თავისი პროფესიული კუთხით, ხო? იმიტომ რომ
სამყარომ დაანახოს, რომ შენ კი ამას აკეთებ და ძალიან კარგად აკეთებ და კარგი გოგო ხარ, კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ აი ეს რო გააკეთო, ბევრად უფრო კარგი იქნება შენთვის. ასე რომ აქ ძალიან კარგ ცვლილებებს გთავაზობთ სამყარო, ძალიან ესეთი თან პლუს მაგას ნახეთ, იმპერატორი არ არის ესეთი, იმპერატორი არის კაცი, რომელსაც ყველაფერი ხელში აქვს, ხო? ანუ მან იცის რა უნდა ზუსტად თავისი რაღაცა ესეთი, რომ ვთქვათ, ცოტა ჯიუტით შეიძლება იყოს და თქვენც გაჯიუტდეთ, მაგრამ სიჯიუტე, ნახეთ, სიჯიუტე ყოველთვის ცუდი არ არის. არის სიტუაციები, როდესაც აი ჯიქურ მიაწვაო და გაიტანა თავისიო, ხო? აი ესე ხო არის ეს ნათქვამი. აი ზუსტად ეგ არის, რომ ჩემი სიჯიუტით მე მივიღებ საბოლოო შედეგს იმას, რომ ვთქვათ, უпросто მომემატოს ხელფასი. პარტნიორმა თავისით მოიფიქროს, რომ კვირაში ერთხელ თუ არა და რაღაცა ორ კვირაში ერთხელ თუ არა, თვეში ერთხელ მაინც თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და გამიკეთოს რაღაც სიურპრიზი, თქვათ ერთად გავისეირნოთ ან რაღაცა, ხო? ანუ სულ მე არ ვიყო ინიციატორი, შეხვედრის, სულ მე არ ვიყო ინიციატორი რაღაცა ქმედების, ხო? ისიც გახდეს. აი, აქ რაღაც ეს მომენტი არის. აქ რას გპირდებათ? იმას, რომ აი ეს თქვენი ეხლა რომ ხართ ისეთ სიტუაციაში, რომ ვერ ხედავთ გამოსავთ, დაინახავთ. ანუ ის მომენტები, რომელიც თქვენთვის ეხლა ამ წუთას დაფარულია, ის მდგომარეობა, მორჩებით ბრძოლას. რაც თავარია, დაასრულებთ იმ ომს და იმ ბრძოლას, რომელიც გაქვთ, ხო, ეხლა წამოწყებული. თუნდაც კიდევ ერთხელ გეუბნებით რაღაცა ისეთ სიტუაციასთან და თქვენ გამარჯვებული ხართ. თქვენ ხართ გამარჯვებული. ნახეთ, რას გიმზადეთ სამყარო გიმზადეთ გამარჯვებას, სიმშვიდეს და სტაბილურობას. 10-იან პენტაკლებია. ეს არის ოჯახური ჰარმონია, ეს არის მატერიალური კეთილდღეობა, ხო? ანუ ნახეთ, უახლოეს პერიოდში აი თქვენ მიაღწევთ იმას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი, ანუ ნახეთ, შეიძლება ითქვას, რისთვისაც მოხდა თქვენს ცხოვრებაში ბევრი გაურკვევლობები, რაღაცა ბრძოლები, ომები და სიტუაციის გაჩერება, ეს არ იყო უბრალოდ, ეს იყო ის მომენტი, როდესაც სამყარო გამზადებს კიდევ უფრო კარგი მომავლისკენ. იმიტომ რომ ნახეთ, გაჩერებულ სიტუაციაში და როდესაც არის პრობლემური სიტუაციები, გვინდა არ გვინდა, როდესაც უნდა გადავრჩეთ ადამიანებს, ინსტინქტი გვერთვება, ჩავიხედოთ საკუთარ თავში, საკუთარი ძალები ვიპოვოთ, საკუთარი რაღაცა შესაძლებლობები ვიპოვოთ იმისთვის, რომ უფრო უკეთესად ისკენ წავიდეთ, ხო, ამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. აი, როდესაც ადამიანს წყალში ჩააგდებ, იწყებს ხელების ფეხების ქნევას და საბოლოო ჯამში, გამოცურავს, ხო, ნაპირზე, ხა გააჩნია სად ჩააგდებ. მე მაინც ვერ ვისწავლით სულ, მაგრამ მაინც სხვები გადარჩებიან. მე იქვე დავეხჩობ. და ნახეთ, როგორი მომენტი არის, როდესაც სწავლობ ამ ცურვას, მერე უკვე შენთვის მარტივია ცურვა და მერე უკვე გიადვილდება რაღაცების გადალახვა და რა თქმა უნდა ნაპირზე როცა გადიხარ, ყველაფერი უკვე ლაგდება და გამარჯვებული ხარ, ხო? მიაღწევ იმას და გადარჩი და გამოხვედი ნაპირზე. აი ზუსტად ეს მომენტი არის. სამყარო გაგიყვანთ მალე ნაპირზე, ეს არ იქნება დიდი ხანი, დიდი პროცესი კიდე, იმიტომ რომ უკვე პროცესი ფაქტურად დასრულებისკენ არის, ანუ აქ სამართლიანობა აუცილებლად აღდგება, თქვენს კარგად ჩაგახედათ თქვენს თავში და თქვენს რესურსებში და ეხლა უკვე მოვიდა დრო იმისთვის, რომ რაღაცეები, რაც თქვენთვის ისწავლეთ, რაც თქვენს თავში გაანალიზეთ, ყველაფერი დააბრუნოს ისე, როგორც ეჭირა. ანუ ახლა უკვე გადაწყდება თქვენ და სასიკეთოდ სიტუაციები, რომელიც გაქვთ, ხო, ვისთვის პირადი, ვისთვის მატერიალური, ვისთვის რა, ხო, ანუ ყველასთვის სხვადასხვა მომენტი შეიძლება იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველანაირად რთული პერიოდის გადალახვა ხდება და სასიკეთო მდგომარეობა შემოდის თქვენ ცხოვრებაში, რაც თავარია ეს არის გამარჯვება,
გამარჯვება ყველაზე კარგია ხოლმე, როდესაც საკუთარ თავზე გაიმარჯვებ, საკუთარ ზონებებზე, საკუთარ უმოქმედობაზე, ხო? ანუ როდესაც ხვდები, რომ გუშინდელი შენ დღევანდელი შენ სჯობი ხარ გუშინდელ შენს და ხვალინდელი შენ უფრო კარგი იქნება ვიდრე დღევანდელი, ხო? აი რაღაც ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია. და დიდი გამარჯვება არის, როდესაც შეგიძლია ყოველდღიურად უკეთესი ვერსია იყოს საკუთარი თავის, ეს არის დიდი გამარჯვება. აი ზუსტად აი ამ გამარჯვებაზე მიყავხართ სამყაროს, რომელიც საბოლოო ჯამში თქვენთვის ძალიან დიდ ჰარმონიულ სიმშვიდეს და მატერიალურ კეთილდღეობასაც მოგიტანთ, ესე რომ ვთქვათ. მე გემშვიდობებით, ბედნიერებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგან, საკმაოდ საინტერესო და ძალიან სასიამოვნო გაშლა იყო, იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში ხშირად სულ რაღაცა ნეგატიურად თავრდება ხოლმე ჩვენი გაშლები და ძალიან არ მომწონს. მაგრამ რაც ვიზავთ, როგორც ჩანს, პირად ურთიერთობებთან მიმართებაში უფრო ბევრი პრობლემებია, ვიდრე ეს ზოგად საკაცობრიო სიტუაციებში არის. ასე რომ, მოკლედ ესე გამოგვია დღევანდელი გაშლა. მე კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას თითოეულ თქვენთაგანს და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დადგება ის ბედნიერი წუთები, როდესაც თქვენ ააფრიალოთ თქვენს დროშას და იტყვით, რომ მე ეს შევწელი. დროებით.